გამარჯობა, მოგესალმებით ძმების პოდკასტის მორიგი ეპიზოდის დროც დადგა. ვიმყოფებით PUB 44-ში. ბავარია ჩვენი სპონსორი, მადლობა მათ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, რა თქმა უნდა, ასევე TikTok-სა და Facebook-ზე გამოვყვებით და ვეცდებით, რომ ბევრი საინტერესო ამბავი შემოგთავაზოთ, იმიტომ რომ გვაქვს რაღაცა გეგმები და სექტემბრიდან განახლებული სეზონიდან გვინდა რომ ნელ-ნელა რაღაცები წავამატოთ ჩვენ პროექტს. მოდი აქვე ის ვთქვათ, რომ ძალიან ცოტაღა დაგვრჩა 2000 გამომწერი YouTube-ზე რო გვეყოლება, გავათამაშებთ ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების ფორმას მისივე ხელმოწერით და გონია რომ ნებისმიერი ფეხბურთის თუ არაფეხბურთის მოყვარულისთვის ძალიან კარგი საჩუქარი და ძალიან კარგი სურპრიზი იქნება, ამიტომ გირჩევთ რომ იაქტიუროთ. ვინც წინა ეპიზოდი ნახა, იქ აღმოაჩენდა ერთ-ერთ მიმართვას, ლევანჩოს მიმართვას მაყურებლისადმი, რომელმაც თქვა რომ რაგბის ოსტლამდელთა ნაკრებში დაიმახსოვრეთო მიხეილ შიოშვილიო და რა მოხდა, რატო უნდა დაგემახსოვრებინათ და როგორ გაამართლა ლევანჩოს ამ წინასწარმეტყველება, მოდი ახლა ვთქვათ. მიხეილ შიოშვილზე იმიტომ ვთქვი ეს ყველაფერი, რომ ძალიან დომინანტი იყო რა. სამხრეთ აფრიკას კაბალების სასწაულის 7 ნომერი ძალიან დიდი, რომელიც უკვე 4 ერისთვის გამოიძახა აფრიკამ ნაკრებში და მგონია რომ მიხეილ შიოშვილი ძალიან მალე აღმოჩნდება ეროვნულში? ეროვნულ ნაკრებში და მოდი ესე ვთქვი, რომ ტულონის ძირითად გუნდშიც ესპუარებში და ესეც უნდა დავიმახსოვროთ. ხო, იმიტომ რომ წინაზე ესე აპუნას ჩვენს ოქროკაც რო უთხრა რომ კამერა გამისწორა აი ესე უნდა მიუმართოთ თქო. ხავს თქო ეს ყველაფერი ახთა ეს ყველაფერი გამოიხატა იმაში რომ მიხეილ შიოშვილი ერთადერთი ქართველი, ერთადერთი ტიერ 2-ის დონის, ანუ მეორე დონის, მეორე ეშელონის ქვეყნიდან, ანუ საქართველოსდან არის ერთადერთი მორაგბე, რომელიც ოსლანთა მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ 15-ში მოხვდა, ანუ სიმბოლურ გუნდში 8 ნომერზე და ამ ყველაფერს დავამატებთ, რომ მიხეილ შიოშვილი საქართველოს ნაკრების 8 ნომერი უმაგრესი ბიჭი გახდა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეელოვე 7 გატანილი როლით. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი, იმიტომ რომ ესეთ დომინანტურ აქვს. არა ხო, ძალიან მამუკა გორგოძის მერე მგონი მიჩვეულები არ ვარ. თა 8 ნომერი ხო, რომ ბექა გორგაძია, საგინაძია, რამდენი ბიჭიც გინდა იმდენი მესამე ხაზები აიღე. მაგრამ გონია რომ ეს ყველაზე მაღალ დონეს ითამაშებს, ნუ იმედია ახდება ჩემს თქმით წინასწარმეტყველება. ესეთი მაქვს და ნახოთ რა იქნება. შოტლანდიას მოუგეთ ბოლო თამაში. ხო, თქვათ ის რომ შოტლანდიას მოუგეთ, დავიკავეთ სოფლიო ჩემპიონატზე მე-9 ადგილი და ის თქვათ, რაც არ გითხოვს რომ შემდეგი სოფლიო ჩემპიონატი, ახალგაზრდული სოფლიო ჩემპიონატი რაგბის გაიმართება საქართველოში. და ვიცით უკვე რომ თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ რაგბის სოფლიო ჩემპიონატს. და ნაკრებების რაოდენობა 16-მდე. 12 ნაკრები იყო ამ სოფლიო ჩემპიონატზე და გაიზრდება 16 ნაკრებამდე. ემატება იაპონია, ფიჯი, ამერიკა და ურუგვაი. კი. მოკლედ, კარგი ამბავია რომ მომდენო მსოფლიოთას საქართველოს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ როგორც და ის ვთქვათ რომ ეს ნიუსი შეეხებოდა იმას რომ მიხეილ შიოშვილი მოხდა კი ბატონო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გუნდში. კი ბატონო. დღეს როცა ეს ეპიზოდი იწერება, დღეს საღამოს გაიმართება კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო სამი ქართული გუნდი ითამაშებს. მატჩები, სამი ქართული გუნდი ითამაშებს. ასპარეზობაში ერთვება სპაერი, რომელიც ამ ეტაპიდან იწყებს ასპარეზობას და ითამაშებს ვენაში აუსტრიასთან. ძალიან რთული მეტოქეა, ძალიან რთული იქნება სპაერისთვის, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ვიცით რომ სპაერი სამოყვარულო ფეხბურთიდან მოდის და ორმაგად დასაფასებელია ის, რაც მათ გააკეთეს და მოვიდნენ აქამდე. წარმატებებს უსურვებთ აუცილებლად, ასევე ომონიასთან გასვლაზე ითამაშებს ქუთაისის ტორპედო და გოლისდილა ითამაშებს რიგასთან ლატვიაში, რიგაში სტუმრად. და იბერიამ ითამაშა გუშინ 4 შაბათს და ლევადიასთან. მანაც სტუმრად ჩაატარა პირველი მატჩი ესტონეთში და 1-0 დამარცხდა, თუმცა ეს ანგარიშია, რაც გვაძლევს თამამად თქვათ, მოდი იმის თქმის საშუალებას, რომ თბილისში ერთი კვირის თავზე როცა გაიმართება იბერია ლევადიას დაპირისპირება, ქართულ გუნდს შეუძლია, ნამდვილად შეუძლია, რომ დაძლიოს ესტონური ბარიერი და გავიდეს მესამე ეტაპზე კონფერენს ლიგის, სადაც არც ის რთული მეტოქეა უელსის და ლუქსემბურგის ჩემპიონებს შორის გამარჯვებულ შეხვდება და ამ წყვილის დაძლევის შესაძლებლობაც ექნება თუ რა თქმა უნდა ლევადიას სასურველი ანგარიში დაამარცხებენ თბილისში. ეს მინდა სანამ დავამთავრებთ ამ თემას, მე მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ თხოვნით, რომ შემდეგი როგორც უკვე აღნიშნა ჩემებმა 4-ვე გუნდმა ითამაშა, იბერიამ უკვე ითამაშა და 3 გუნდი ითამაშებენ დღეს სტუმრად.
შესაბამისად, შემდეგ ხუთშაბათს 4-ვე თამაში იქნება თბილისში. თბილისში რა, სახლში ვითამაშოთ რა. გორში, ქუთაისში და 2 თბილისში. გორში იქნებით გორელებო, წაბრძანდით გორის თამაშზე, ქუთაისელებო, წაბრძანდით ქუთაისის თამაშზე, თბილისელებო, წავიდეთ თბილისის თამაშზე, იბერიას თამაშზე კონკრეტულად. სპაიერი ზუსტად არ ვიცი, просто ალბათ თბილისში ითამაშებს სპაიერიც, მაგრამ ზუსტად არ ვიცი ჯერმო სტადიონზე და თბილისელები ისედაც ძალიან ბევრი ვარ, თბილისში ძალიან ბევრი ხალხი ვართ და გავიყოთ და ერთმა იბერია გავახსოთ, მეორემ ერთ დღეს არ იქნება. ერთ დღეს არ იქნება. იბერია 4 შაბათს თამაშობს. იმიტომ იბერია მე ხა 4 შაბათს ითამაშა. გავიგე, მაგრამ შეიძლება ხო, არ ვიცი, როგორც იქნება. მერაბ დვალიშვილის ბრძოლა ჩაინიშნა ხალხო. 5 ოქტომბერს იჩხუბებს მესამე კამრისთვის დაუპირისპირდება. ხო, სენტ-ჰეგენს კორის დაუპირისპირდება და რა ვიცი. და მესამე კამრისთვის მიიწევს ჩვენი მენობი და ფავორიტი რო არის ცალსახად? ფავორიტი თან ძალიან ფავორიტი, იმიტომ რომ 5 მსოფლიო ჩემპიონი ყავს გალახული და გალახული ძალიან სასწაულ სიტყვა მაგიტო ვიყენებ რომ ძალიან სასწაულ სიტყვა და რა ვიცი, ამას ატო არა კი არა, ამას გონია რომ ფავორიტია და აი მეგობრულად რომ ამოდე დედიდან ეხა ესე ამოიჭრება ეს და ისე ვიტყვი რომ ძალიან მარტივად მოგებს. ჩემი აზრით არ ამოიჭრება. ანუ ნასვამ ამ ხიარულ ნოტაზე მეგობრებო ამ შანს ხელიდან არ გაუშვეს, იმიტომ რომ მესამედ დაიცავს კამარს. ხო და რა ვიცი, ხა ისეთებიც ემა რომ მაგას მართლა რა ვთქვი იმას უზრუნველყოფს. წესით. კაი, 5 ოქტომბერს მოკლედ ლას-ვეგასში მერაბ დვალიშვილის ჭხუბია კამარზე, მესამე კამრის მოპოვების დაცვის ბოდიში. მესამედ შეუძლია კამარი დაიცვას და მადლობა პაპუნა. მესამედ შეუძლია კამარი დაიცვას და კიდე ერთხელ ის მეტოქეთთან არ არის. ნინა დრამასთან ერთად ჩამოვიდეს. დაუმარცხებელი და რამე არ არის, იმიტომ რომ 18 ჯერაა მოგებული და 5 ჯერაა დამარცხებული თან, არც თუ ისე მაღალი დონის მოჭუბარებთან არ. მერაბს 21 ბრძოლის მოგების შეუძლია. მერაბ მოიგებს 21 ბრძოლა. წარმატებებს ვისურვებთ 5 ოქტომბრამდე ჯერ კიდევ დიდ დრო აქ მანამდე რა თქმა უნდა არაერთხელ შევეხებით ამ თემას და მოგვიწევს სტუმრის ბოქსი ცუდად ვისაუბროთ. საინტერესო სტუმარი ყავს, ჩემი აზრით მრავალ. მეც მგონია რომ მრავალმხრივი და საინტერესო სტუმარი. კომენტატორი, მსახიობი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი. ჩამოთვალე ბარემ. კაი, კომენტატორი, მსახიობი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, YouTube წამყვანი. კარგი ადამიანი, ჩვენი მეგობარი. ბატონო, ნოდარ სიმსივე იქნება რამდენიმე წამში ჩვენი სტუმარი, ვისაუბრებთ რა თქმა უნდა, აი რაც თქვით ქართულ ფეხბურთზე, ესპანურ ფეხბურთზე, იმიტომ რომ ნოდარი არის, ვინც არის თავ გადაკმული ბილბაოს გულშემატკივარი, ერთადერთი ალბათ ამ ქვეყანაში. არა. თუკი, ხო, არ ვიცი, ალბათ ერთ-ერთია. არა, ერთ-ერთი არის, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი, რომლის ხმაც ისმის თან სულ და ნუ რაც თავარია, ესპანური ფეხბურთის უდიდესი მოყვარული და მწოდნე და თან ძალიან დიდი გულშემატკივარი და რატომ ბილბაო? ამაზე გაგეცემა პასუხი, რატომ ბილბაო? იმიტომ ხო რომ ეჩებერია თამაშობდა არ რაღაცა, არა. ბევრი საინტერესო კითხვა მაქვს თავდადასვლის მომზადებული, მაგალითად ის, რომ ხალხს ენატრება მის საღამოები ფეხბურთი. ხო. კაი, ამ ყველაფერს მოვისმენთ რამდენიმე წამში, ნოდარ სიმსივე შემოგვიერთდება და ვისაუბრებთ ბევრს. დარწმუნებული ვარ, რომ აი ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ რა. ასე რომ წავედით სტუმარზე ნოდარ სიმსივე, მანამდე კი გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და გვიკომენტარეთ ბავარია, PAB44 ძმების პოდკასტი. დიეტაზე ვარ და ბოდიში რა ბავარიასთან ვერ ვსვავთ. მე არ ვარ დიეტაზე, წავედ. დაუბრუნდით სტუმართან ერთად, ნოდარ სიმსივეა ჩვენთან ერთად, ჩვენი მეგობარი და ვისაუბრებთ ბევრს. ქართულ ფეხბურთზე ძირითადად, მაგრამ არა მხოლოდ ზოგადად ვილაპარაკეთ ესპანურ ფეხბურთზე. ესპანურ ფეხბურთზე. სანამ დავიწყებდეთ საუბარს, თქვათ ის რომ PAB44-ში ვიმყოფებით, ჩვენი სპონსორი არის ლუდი ბავარია, მადლობა მათ მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის და გამოგვიწერეთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარები, გამოყევით YouTube, TikTok-ი, Facebook-ი, ძმების პოდკასტი და ვეცდებით რომ არ მოგაკლოთ საინტერესო ამბები და მოკლედ სტუმრები, ისეთი ვარსკვლავური სტუმრები, როგორებიც ყავს სამშაბათიდან სამშაბათამდე. შენ გენაცვალე. დავიწყოთ მაშინ. ნოდა როგორ ხარ? ვიცი რა,
სიცხის მიუხედავად იდეალურად, იმიტომ რომ წევა რომ შემოვედი ხა ამ ემოციებს ისევ გადმოვცე მაყურებელს, ბაკურიანში შემოვედი, ჩათვალეთ დინად ბახმაროში, გარედან რომ შემოდიხარ ამ პაპარეს. გარეთ ვაკას ვღერი ვარ ისეთი სიცხეა და აქ რომ შემოვედი უკვე ის არის რა, ხო ცოტა ლომის ღრიალიც მესმის, ხო ხდები ცოტა აფრიკა და 2010 წელიდან კარგად მახსოვს მე ახლა ესპანეთის ნაკრების გამო და ამიტომ ცოტა იქით გადავედი და მაგარი წრე შეკარი, ხო ხდები საქართველოს ნაკრები ქართულ ფეხბურთზეო, მე ესპანურიო, მე ბავარიაო, მოკლედ აი ესეთი კარგი სამკუთხედი გაქვს შეკრული და მოკლედ ჩვენიერია. ბურთი და მოედანია, გემრიელი, ლუდი, ყველაფერი კარგი და რაღაცა კარგად მენიშნა, იმედია ფეხბედნიერი იყო ჩემი სტუმრობა ჯერ თქვენთან, სენიორებო თან ძმების პოდკასტი ქვია და ამიგოები მე რომელს რასიყვასაც ხშირად ხვარობ, აი ზე დაკვდება, ასე რომ ამიგოების პოდკასტი გამოიწერეთ, ასევე ამიგოებო და რაღაცა მენიშნა იბერიას მაისურია ფეხბურთელების ავტოგრაფები კი ბატონო, კი, დროა და აი ახლა ეს გადაცემა რომ დაიდება, მე უკვე განმეორებით ითამაშე. საფასთხო შეხვედრა, გუშინი ხო თქვა პირველი თამაში და კი ბატონო. ხო, სამწუხაროდ ლევადიასთან პირველი თამაში გავაგე, მაგრამ თბილისში სერიოზული საბრძოლველი გაგვაქვს. მოდი, სანამ გარჩევას დავიწყებ და საუბარს, მოდი წარმატებებს გისურვებ. და დღეს არის კიდე ტორპედოს პაერი ერთვება კიდე და დილა. კი ბატონო, ასე რომ წარმატებები ამიგოების პოდკასტს, წარმატებები ძმებო, ყველაფერი კარგი თქვენ გამოიწერეთ, დაალაიქეთ, ასე შემდეგ. დიდი მადლობა. ესე უმახიანად არც ერთ სტუმარს არ ვთქვა. ხო, მე ხო იცი რომ ჩვეულებრივად ვერ შევდივარ. კი ბატონო. აბა დავიწყოთ. დავიწყოთ მაშინ. ცოტა წასულიდან დავიწყოთ და მე მოვიდეთ ზადვარ 95 წლიდან დავიწყოთ კომენტატორობა. ძალიან რა ვშავ, მერთმა მაგის გარეშე არ მაცოცხლოს, თამამად ვიტყვი და აუცილებლად დაუბრუნდები, არის რაღაცეები. აი ეგ მინდოდა მეკითხა, ხო? არის მოლოდინის რეჟიმში ვარ თქო მოგატყუებ, მოლოდინის არა, ჩემგან არის ნაბიჯი გადასადგმელი და ჯერ არ ვიტყვი ყველაფერს, მაგრამ უფრო დავბრუნდები რა 90%, იმიტომ რომ ეს არის საქმე ყოველგვარი პათეტიკის, ყოველგვარი სადღეგრძელოს გარეშე ვამბობ, ეს არის საქმე რომლის გარეშეც წარმოიდგინე, ახლა თეატრზე ვთქვი უარი ამის გამო. იმიტომ რომ ეს ჩემთვის არის თეატრიც, კინოც, მუსიკაც, ყველაფერი. არავის ეგონოს ახლა ამ თეატრში იმას გულისხმობ, რომ იქ რასაც აღარ ვთამაშობ, ახლა აქ ვთამაშობ. ღმერთმა დამიფაროს, რომ მე ვითამაშო, პირველად რომ გამოვჩდი, მახსოვს, ვიღაცემა დაწერეს და ვიმეორებ იმ ხალხს მივმართავ, არ მწყენია, იმიტომ რომ მეც რო ყოფილიყავი და მე ნახა ვიღაცა ესეთი ტიპი შემოვარდა, როცა მაშინ ეს ემოციურად არ ვიყავდათ რეპორტაჟები, ხო, ყველ ბევრს. გამოჩნდა ეს უეჭველი თამაშობს, ეს მსახიობია. მესმის ახლა ვერ გააგებინებ, ხო, ესეთი ვარ, ვინც მიცნობდა, ყველა უწერდა იქ ახლობელიც და ვისაც ერთხელ ქუჩაში ნანახი ვყავდა, არ არის ესეთი. მე უთხარი ბოლოს ამომივიდა რა და ჯიგრულად ერთ-ერთს დაუკომენტარებ. არ ვარ ზმაო მეთქი ალპაჩინო, არ ვარ არც რამას ჭიკვაძე, არც დენირო, რო ეხა ბიჭო ერთ თამაშს, ერთ რეპორტაჟს ითამაშებ, ჯანდაბას შენთან. 2-3 სისტემატიურად ანუ ხო ახლა ართლა ავადმყოფი ხარ ხო რომ ვერ ითამაშებ ნიჭი არ გეყოფა სურვილი გაგიქრება ერთი დღეც იღვიძებ და ცუდ ხასიათზე ხარ თამაშის სურვილი არ გაქვს რანაირად ითამაშ სადღაც ეს დაგარტყავს და მორჩა არ შემიძლია რა ამის გარშე ყურსასმენს რომ იკეთებ მე ის მიკვირს პირიქით რომ როგორ არ გაღელვებს ეს როგორ ბიჭო გუნდები გამოდიან ნაპოლის თამაში რომ მიმყავდა ხოლმე თან მე მიმყავდა კვარამდე კაი ხო თეატრი მაურიციო სარი ჰამშიკი რო გამოდიოდა და რო დაიწყებოდა არა სერიალზე ის მუსიკა ეხლა ეს თუ არ გედებათო ეს თუ არ გბურძგლავს ეს თუ არ გაღელვებს ეს თუ არ რა ვიცი ამით არ სუნთქავ აბა ამ პროფესიით ვერ გამდიდრდი. მაგ პერიოდში ზუსტად შენ რომ მიყავდა სერია. აი, შევიდა მილანს და რონალდო გადავიდა იუვენტუსში. კი ბატონო, მერე წამოვიდა აი ჩემთვის სულ ეგ არის ოქროს ხანა, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ამდენი ქართველი კი არა ტოპ ჩემპიონატში ეკუყავდა მაგ. თუ არ გიყვარს, თორე რა ეხა მილიონებს არავინ იხდიან კი იცი. კი იცი მაგ საქმეში. ასე რომ ძალიან მიყვარს და ყველა ქვეყანაში მით უმეტეს. რაზეა ლაპარაკი. დიმასთან ერთად უარაბებთ ფაქტ. იმას ის შესვლა. ბიჭო, ერთად კომენტატორობას კონკრეტულად. იცი რა, აი დიმა ფიქრობს, დიმაც ფიქრობს. არის რა, მოკლედ ვარიანტი ხა დიმას ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ აი ველოდებით რა, ველოდები დიმას პასუხსაც, იმიტომ რომ აი ის არის მესიზმრება უკვე გიჟივით ვარ რა. ანუ მე ვაღიარებ ერთ რამეც, რომ ჩემს ხასიათზე აისახა ბევრ ამაში რაღაც მომენტში გამიფუჭდა ხასიათი, იმიტომ რომ ძალიან მენატრება და რაღაცა რო ძალიან გენატრება, რაღაც რო ძალიან გენატრება და ვეღარ ხარ იქ იმ საქმეში. ხო.
ძალიან დიდი დარტყმა რა ფსიქოლოგიურად და ხასიათი გამიფუჭა ამას ვაღიარებ. დაგელოდებით ჩვენც მაშინ. შეიძლება ჩვენც გელოდებით. დიდი მადლობა, გაიხარეთ მეგო. ძალიან იშვიათი ადამიანი ხარ, ვინც არის ატლეტიკ ბილბაოს გულშემატკივარი. მე პირადად მართლა დედასპიცა ვარ, ალბათ გეუბნები რომ შენგან და არავინ არ არის. ტურაშვილი დათო. მე პირველი დათო გავიგე. დათო იყო, რომელიც სხვა შორის ჟურნალ ათიანში წერდა ხოლმე ბასკებზე და მაშინ ესე დღეს ინტერნეტში შედიხარ რაღაცებს იგებ ინფორმაციებს და ისტორიულ ამბებში უფრო ეფლობი, მაგრამ მაშინ ესე არ იყო ხშირი ეს ინტერნეტთან წვდომა და დათო ათიანში წერდა ხოლმე. ბევრი რამე დათოსგან გავიგე, რაღაცა ძველი წიგნებიდან, აი მოედანზე არიან ბასკი ვირტუოზები. ეხლა ნახე იმ დღეს კიდე ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი და კიდე გავიმეორებ. ბილბაოს ატლეტიკი მე თავიდან არ ამირჩევია მხოლოდ სპორტული ინტერესის გამო. მარტივად ვიტყვი ხა გიჟი უნდა იყო რომ დღეს აი ამ ხელა ოკეანეში სოფლიო საფეხბურთო მიადგე. ხო, იცი რომ ის არის, რა ქვია, ჯერ ერთიც ლიგას ვერ მოიგებს. ფაქტია, ვაღიარებ, ხო? სულელია. ლა ლიგაც გაუჭირდება. ლა ლიგაც გაუჭირდება, თუმცა იქ სამეფოთას იგებს და შეიძლება მაგას უფრო შეიძლება გამოკრას ხელი ვიღაცეების რაღაცით ისარგებლოს. მოკლედ, ეგ უფრო შესაძლებელია, ძნელია, მაგრამ ლიგა გამორიცხულია. ხო, მე რა ვქნა, ბევრს ჯერა, ბევრს არ ჯერა, იგი ტურაშვილიც ვახსენე, ხო, რომელმაც ძალიან კარგი ნარკვევები და რაღაც ისტორიული ფესვები მოაბა. მე ბილბაო და ბასკები ზოგადად მაქედან დამაინტერესა. და სულ მაგას ვიძახი, რომ რა ბედნიერებაა თქო, რომ ესეთი მონათესავე კულტურული ხალხი ყავს, ესეთი მონათესავე ხალხი ყავს ევროპის აი ესეთ სახელმწიფოში, რომელსაც ესპანეთი ქვია. დაიწყო მონათესავეობით, აი ამ ისტორიით და ამან უკვე შემდეგ გადაძლია ფეხბურთის სიყვარული, თორე კიდევ ვიმეორებ, ეს ფეხბურთის გულშემატკივრობით არ დაწყებულა, ეს წამოვიდა მითებით, ამ ისტორიით და მე უკვე შემიყვარდა უფრო და მე უკვე გუნდიც, რომელიც არ გავარდნა ლა ლიგიდან და სულ ხო, ეგა წარმოიდგინე და მე ყოველთვის ვამბობ რა, ნახე, ჩვენაირი პატარა სახელმწიფოსთვის არის ზედგამოჭრილი ქართული გუნდებისთვის უფრო სწორედ რა, ზედგამოჭრილი რა, რომ ნახე, გუნდი რომელიც არ აკეთებს ტრანსფერს და თავისი აკადემიის ან ბასკეტის წიაღში აი აგაშენა მერტვა დამასწარი ბასკეტის წიაღში იქ უნდა იყოს გაზრდილი დაბადებული რომელიღაცა ბასკური გუნდის აკადემიის აღზრდილი უნდა იყოს და მორჩა ბიჭო აგერ გაქვს მაგალითი მაგას ვიძახი ესე იგი სწორად მუშაობას და აკადემიას რამხელა ძალა აქვს რომ ლა ლიგიდან გუნდი რომელსაც მხოლოდ ბასკეტ აბა ეჭიდავება რეალი ბარსელონა ატლეტიკო ვილიარეალი ყველას და არასდროს არავისთვის არ არის მარტივი გასაგებია მაგათთან სანმამესე ტერმაიტაზაში კი ბატონო როგორი ჩავარდნაც არ უნდა იყოს რეალსაც ყველას რაღაც ის აქვს იქ ბილბაოში რო ჩადის და მაგიტო ვიძახი ესე იგი სწორად მუშაობას რამხელა მნიშვნელობა აქვს რა მაგარია რომ ლა ლიგა გაქვს მაგალითი შენი აკადემიის გაზრდილი ფეხბურთელებით შიდა იმ წრით გამოხვიდე და გახვიდე ბოლომდე არ დაიმატო არც რაული, არც კრისტიანო, არც მესი და იყო იქ და ხანდახან თასიც მოიგო, ხანდახან რეალსაც მოუგო და კი ბარსელონასაც ადურისის მაკრატელაძის ოი მეგრა იყო. მე ვამბობ რომ დღეს ბილბაოს ატლეტიკს აი იმ სტაბილურობისთვის რაც აი ბილბაოს ჟანრს ყოფნის, იმ სტაბილურობისთვის რომ იდგეს აი ესე მყარად და იყოს გუნდი სტაბილურად აი ადურისისნაირი ფორვარდი აკრია და ხავე მარტენასნაირი ნახე. ორა მაგარი იყო ბაიერნშიც აი სულ ვამბობ ბიჭო ბიელსა მე გააკეთა მე ეგეთ მწვრთნელებზე ვკაიფობ ბიელსა მაგარია ძალიან მე ეგეთ მწვრთნელებზე ვკაიფობ რომ არაფრისგან ადნობს მე ვარსკვლავს ლორენტეი გაიყიდა ერერა მანჩესტერში ისი მოკლედ რა და ბილბაოზე დაცინია ბიჭო და ხან კეპა ხან ისა ხან ის უნდა ყველაზე ძვირიან მეკარე გახდა 80 მილიონად არის ყიდა 90 აბა წარმოიდგინე და ესპანეთის ნაკრებში უნაი სიმონი ვერ ამოაგდეს და სულ და რიცინია რა გაცინებს მაგას ვიძახი რა ფინალის ძირითადად თამაშობს რაია და სიმოიდეს ნაკრებში და რა გაცინებს უეუნები რას დაცინი შენ რა გინდა ეხლა მეთქი ერთს ვეუნები რომ მარტო კასილასი ჩემზე მეტად ვის უყვარს მეთქი კასილასი უნდა ეწეროს ზურგზე მაინდა-მაინც რომ დააფასო იმის არ იყოს დინამოზე ვარ სტადიონზე და ეხლა რომ წავაგეთ დინამოზე ძალიან დიდი ანგა 7-1 ერთ წავაგეთ ხო იქ პირველი ტაიმის მე ხალხი მიდის რა და ერთს ვეუნები სად ვიდი ხარ მეთქი ნაცნობი რა მოუკაჩავ შემდეგ თავი ხوار მიდიერ ტყავს მეთქი ანუ შენ ნაკრებს ტოვებ
მარტო წვიმს მოდიხარ ვითომ საქომაგო და იმის გამო მიდიხარ მე ტრიბუნიდან და თურმე ესპანეთს ვერ მოვგებ რა სიტყვა მეთქი ცოტა ბიჭო ხუნდა დაადგა მიწაზე ფეხი რეალობას რატო წდები რა ბავშვები ყავს ფლანგებზე 18 იამალი გაგდო 18 წლის ერთი კვირის ხო და რადგან შენი კაცი ახსენე მე ძალიან მაინტერესებს ნოდარისგან მოსმენა მაგაზრის ნიკოსი ას ფიქრობ არა ნიკოს მეოდგები იამალზე შეიძლება კიდევ ვიმეორებ შეიძლება ვიხილოთ რა იცი რომ 17 წლის ესეთია და აი ესეთიაში დავრჩეთ აი აქ დავრჩეთ და დამთავრდეს რამდენი ყოფილა ეგ ძალიან ბევრი და აი მან დამთავრდეს იამალის ამბავიც ეს თავგადასავალი იყოს ძალიან მოკლე ტიტულებით დახუნძლული ბაზარი არ არის ევროპის ჩემპიონი და ამ შემდეგ მაგრამ შეიძლება თუ ვიღაცა ეგ არ შეაჯანჯღარა მე არ ვიცი რამდენად არის შემჯანჯღარებელი ამ ამბავში ვიზახი ფლიკი რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც მწვრთნელ ძალიან კარგია რა ფერები ჩემატა ბარსელონას მე მენტალობათო ძალიან კარგია ოღონდ შეჯანჯღარებაში კიდე სხვა რაღაცას გულისხმობ აი რამდენად შესწევს ძალა რომ თქვათ ლუის ენრიკეს მსგავსად იყოს ის პედაგოგი ჩვენ ნახეთ ხო სკატები კილიან მბაპეს რო გასახდელში თან ესპანურად აკაჩავებს იქ ხო აი რამდენად შეუძლია რომ ეგეთი იყოს იამალთან შემთხვევაში მე უფრო მეიმედება მიუხედავად იმისა რომ მოკლე პერიოდია სანაკრებო პაუზები აი დელა ფუენტესი უფრო მეიმედება რომელსაც ეს შევრან ბასკი კაცია სხვანაირი ის არის აი ფლიქს ვისურვებდი რომ ეგ აღმოჩნდეს იმიტომ რომ მე ძალიან გული დამწყდება რომ ამ ტიპს აქვს ეგ საშიშროება რომ გაძვრეს იქ ბევრი იწერება მის ავტომობილებზე და უკვე რაღაცა კოლექციებზე და მოკლედ მის საქმეს თვითონაც ისეთი როჟა რა იქ რონალდუს იქ ხელი არ ჩამოვარ ხო ცოტა თავხედია ცოტა თავხედი ტიპი არის ხო და აი მოედანზე იყავი შემოქმედებითი თავხედ, მაგრამ იმის იქით რომ ცდები, თან თამაშობ ისეთ ნაკრებში, სადაც თავხედ ტიპებს არ ახარებდნენ და არ უთამაშიათ, ხო? აგერ შენს უკანში დალოცვილო იდგა ჩავი ინიესტები და ეგ ტიპები წამოვიდნენ, რომლებსაც როგორ მახსოვს რა მაგარი წიგნია, როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი ბარსელონაზე. გიჟი ჩემი საყვარელი სპორტული ლიტერატურა. იქ გვარდიოლა რო უხსნის ფეხბურთელებს აკადემიის პერიოდში შეხედეთ ჩავისო შეხედეთ ეხლა რასაც ვიტყვი არ გეგონოთ რომ მე ზოგადად ტატუზე მაქვს გართულება არა რა სისულელია უბრალოდ ყველაფერს ყვება და იქ ერთ-ერთეუნება მათ ტატუებიც კი არ უკეთიათო რა არა აქვს დახატულიო ხელებზეო ისეთი ბავშვები არიან თქვენსავით ტიპები არიან ითამაშეთ მხოლოდ ფეხბურთი ითამაშეთ დღესასწაული და გაერთეთო რა მაგაზე ელაპარაკება სულ იმდენად მიყვარს ეგ და ფერგის წიგნი გიჟდები რა ხო და აი მაქსაში შროების წინაშია სენიო მე აბსოლუტურად გეთანხმები და მოყვები იმაში რომ შეიძლება ჩვენ ნახოთ შეიძლება თუ ასე გააგზავნა ტალანტი რომელიც გადაყვა რაღაცებს რასაც არ უნდა გადაყოლოთ და რაზეც ჩვენ ვღადაობდით ხოლმე საქართველოში ადრე აი 2000-იან წლებში რომ იგი და XP-ატი და მორჩა აი უნდა მეთქვა ო ეგ რაც ეგ ბიჭო თან რა იყო წინდა ბევრს და რატომ წინს ეგ რეალობა ფაქტი იყო ეგ მე ვისურვებდი ისე იამალს რომ იმიტომ რომ არის გენიალური აი ამ ესეთი პატარა ბიჭი 17 წლის რომ ნახე და აი ესეთი ფანტაზია, ესეთი დაბერტყილი ნიჭი და ამის განიავება ესე დანაშაულია. საცოდაობა კი არა, დანაშაულია. მაინც ცოტა მგონია რომ არავინ არ გაანიავებინებს მაგნიტს. ხა პირველ რიგში თვითონ უნდა დავაგდეს და ყველაფერი თვითონ უნდა გააკეთოს და თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა გზას ირჩევს ამას თუ იმას, მაგრამ მაინც რა მგონია და იმ გზაზე, აი შეხედე იმ გზაზე. არ გეთანხმები ბოდიში, ანუ არ გეთანხმები რა, მე კაკრას ფლიკი მგონია ეგეთი. ღმერთმა აკნავს, ნეტავ მაგას შეაცვლები, ანუ მაგას შეცვლის რა, ეგეთი ტიპია. ოღონდ ვინმე მეხში აჯანჯღაროს, პირიქით მე მინდა რომ სოფლიო ჩემპიონატი იქნება, რომ ორი იბერიული ნაკრები უნდა ყავდეს, პირველი ჩვენი და მეორე ეგენი ხარ, აზია ლაპარაკი. შემდეგ წელს კი მოხდა ზუსტად ამ მაგაზეც უნდა თქვა, რამე, იმიტომ რომ ივლისის ბოლოა უკვე და სექტემბერში ვიწყებ. ჩვენ ნახევარიც აღარ დარჩა უკვე, ხო? და თურქეთის ნაკრები ჩამოდის. პირველი არის თურქეთი. მაგა. და რა კარგია რომ პირველი მაინც სახშია. მაგით ვიგრძნობთ აი იმას რა, ეს რამდენად კრავს ხელს და რამდენად წავალ, იმიტომ რომ ეს თურქეთი რაც ევროპაზე ვნახეთ და საერთოდ რაც არის, მე პირადად სენიორ მახსენებს 2002 წლის თურქეთსაც. მიუხედავად იმისა, რომ იმან მესამე ადგილი მოიპოვა, ამ ნაკრებსაც პოტენციალი აქვს. ძალიან მაგარი ნაკრები. არ და გიულერის თამაშებს ახლა უყურებთ, ხო? მეც უყურებ სოფლიოზე, მაგრა ითამაშა. და PSG-თან გაქრა, მაგრამ ხო, PSG-თან ყველა გაქრა იქ და გინდა ლა ლიგის ბოლო თამაშები, ანჯელოტის შანსი ეს ბოლო მატჩებში. დროს აძლევეს უთამაშებს. მაგ იცი რა არის შოვანი კარლო ანჩელოტი, მე სულ მიკვირდა, რატო გიждდება ანჩელოტი ესე არ და გიულერზე რა და ეხარა.
როგორი მაგარი არის მარტივად რომ ვინც არის გულშემატკივრებმა გაიგოს დღეს გადაწყდა რომ 10 ნომერს იცვამდა ბაპე რეალში და ფიქრობდნენ არ დაგიულებს მოდრიჩის წასვლის შემდეგ და წარმოიდგინე ტონი კროსმა თქვა რომ ვალვერდე და არდაგიულერი არიან ფეხბურთელებიო ვის ამდენ ფეხბურთელთან უთამაშია ამდენ სამგუნში უთამაშა და ეგეთი ნიჭიერი ფეხბურთელი არსად არ მინახავს არდაგიულერზე და ფედერიკო ვალვერდეზე. აი რაღა შორს მიდიოდა რა გოლი გაგვიტანა ევროპაზე. ხო, ნუ გოლი იმანაც გაგიტანა იმ მეორე ტიპას მაგარი გოლი გაგიტანა. არა, ეს არდაზე ვლაპარაკოთ, მაგრამ არდა. არა, თან ამას საიდან დაარტყა და რამდენ ხანს უყურა და მივეცით დარტყმის საშუალება. ეხლა მაგ თემაზეც მე აუცილებლად ხო ნაკრებზე ვისაუბრეთ, მაგრამ აი არდაგიულერზე რო თქვა რა არ ვაჭარბებ. ანუ ეგეთი თუნდაც აი თამაშთავი დავნებთ კუთხური მე ეგეთი სახიფათო კუთხური ანუ 5-დან 3-ს ტიპი აწვდის ისე რომ მის ჩაწოდებულს ან გოლი მოყვება ან ისა რა ქვია მეკარის მოგერიება მინიმუმ სახიფათო აწვდის რომ დიდი შანსი რომ ავტოგოლი გავიდეს ხო უყურებდი უბურთოდ როგორ მოძრაობდა ძალიან ნიჭიერი ტიპია შეხედავ ბავშვია ესე ქარია იხო გეუბნები დაძურება ისე ფურცელი სწრაფი და მაგას აძლევს შანსს რომ დაარტყას და საიდან დაარტყა თან და რა გოლი გაგვიტანდა ძალიან მაგარი ბიჭია ილდიზია იქით ისა მაგარი გუნდია ძალიან მაგარი ნაკრებია კოქჩუ და აქტურკოულუ ბენფიკაში დაფრინავენ ორივე ძალიან მაგარია და მან სხვათა შორის აი უცებ გამახსენდა ეხლა ჩალხანოღლუ გამახსენდა მე ახლოდან ჩალხანოღლუს თამაში ნანახი არ მქონდა მაგრამ ეხლა ინიესტას კი არ ვადარებ უბრალოდ მე ეგრე ტიპი მოედანზე ცოცხლად ესე კარგად მოძრაობდე ძალიან ცოტა მყავს ნანახი აუ ეხლა მოძრაობაზე გამახსენდა იმ დღეს ქონდა დებიუტი ქოჩორას აი მაგ სპორტინგმა აწყო მოდი დაუპირისპირდეთ ხო ჩამოთვალეთ იქით ეხლა აქეთ ჩამოთვალეთ იმდენად მოხიბული იყო სპორტინგმა აწყო ვიდეო ქოჩორას დებიუტთან 48 წუთი შემოდი 45 ხო ნახევარ საათი ითამაშდა გუშინ ანუ მაგამდე ნახე მაგრამ გუში ჩვენ მეგობრებს ვანახებდით წნეში ჩვენ მეგობრებს ვანახებდით მოძრაობები იყო ქოჩორასი ყველგან ამონათებული იყო სად როგორ დარგო დედა მომიკვდეს ეგეთი კმაყოფილი არ ყოფილვარ ძალიან მაგარი ბიჭი იყო ხო აი გრძნო აი ძალიან ახლოს აღარ აი იცის ფეხბურთი რო ამბობენ ქოჩორა არის აი და მაგ ტრანსფერს და მაგ ზოგადად და ანუ იდეალური ტრანსფერია თან ძალიან მაგარ გუნდშია და ისტორიაში შეაღო ისტორიის ლიგაზეა რა მორჩა სულ ევრო ტურნირზე სულ და მაქედან კიდე ისეთი ნახტომი შეიძლება გააკეთოს კი რა თქმა უნდა მე მგონია რომ ეს სპორტინგი მაგისთვის გამოიყენა რა ხო და ძალიან სწორად ხა ჩვენ გვირჩენოთ რა თქმა უნდა ეხლა ლიგაში ბარსასთან რაღაცა ეს მაგრამ ტრამპლინისთვის არის ტრამპლინისთვის მაგგზას დაადგა ზუსტად ლიგაში ლევონტეში დარჩენას რა თქმა უნდა რომელიც ხალდა დედამიწა და სულ კითხვის ნიშნებია სუდარჩენისთვის და კითხვის ნიშანი არის იმაზე რომ ლიგაზე იქნება არა გავარდნაზე ხო საერთოდ და იმაში მოკლედ აი გეთანხმებით რა რომ წეგან როგორც ახსენეთ პირველ თამაშს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ყოველთვის პირველი თამაში ჩემი აზრით პირველი თამაში გვაქვს ფინალი იმიტომ თურქეთი ისეთი ნაკრებია რომელიც თურქეთში სავარაუდო სტამბოლში იქნება ეგ თამაში ესპანეთთან ქულების დამკარგველია ესპანეთის თურქეთი არის ყველასთვის უხერხული მარტო იმიტომ რომ ჯერ გულშემატკივრობის კულტურა აქვს და დაგანგრევენ არ გაგახარებენ არ ამოგასუნთქებენ ტრიბუნიდან აი თურქეთთან ზუსტად აი სიგნალი დუნა პარკზე რო შევედი ფეხბურთელები ხურდებოდნენ და რო დაიწყეს თურქია ერთად რო დაიწყეს მე ხვდი რომ 1-0 იყო კი ყველა მეკითხვა ხო იმიტომ რომ სტადიონზე სულ ეგენია ხო ნუ მეორე სამშობლო დორტმუნდში ვითუმეტეს აუ და იქ არის მოდა ჩვენი შენთვის ხო ხდები ბიჭები მაქსიმალურად ბიჭო აი კომაგები ვენაცვალე აქედან მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ მიეწვდინათ მაგრამ ბევრნი თორე ამ ხალხმა რაც გააკეთა დორტმუნდის ქუჩებში რომ მოვდიოდით სიმღერით და საოცარი კადრებია რომელიც არ ვიცი მან გაიზარდეთ 1-2 გინდა ფეხბურთში გინდა კულტურაში ყველაფერში იმიტომ რომ აივნიდან იქ მახსოვს მოხუცი გულშემატკივრები დორტმუნდის თავის აი ამ ატრიბუტიკას ჩუქნიდნენ რა ძალიან კარგი იყო მაგარი საღამო ხო კაი თქვათ მაშინ მოლოდინები რა აი ამ რადგან შევეხეთ ამ თურქეთის შემადგენლობა თქვით საქართველოს ქოჩორა ვახსენეთ ჯერჯერობით მარტო ნუ ყვარა რომ სოფლიო ვერაცდროს წარმოვიდგენდი რამდენიმე წლის წინ რომ მომეცემოდა საშუალება რომ მეთქვა რომ სოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი და ვერამ ვერ შემოგიდავა ყველაზე მნიშვნელოვანი რა ვერამ არ არის ხო ხტები ანუ იმ ეგ არის რა ვერამ ვერ მოგიდავა და იმას რო ვიტყოდით აი მართლა ვერ წარმოვიდგენდი რომ
აუ ალისონ წადი რაც მოდა აგვანებე ხო არა ისა არა კარგად იყოს მამარ და იმსახურებს მაო და კაი რა მამარ და ამას აიღებდა მანჩესტერთან აი ეს სიტყვები არ მოიდგა 3-4 წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა ბიჭო არა 3 წლის წინ კიდე უკვე ისე თემაა რომ მამარ და უკვე დაფრინავდა კიდე უკან ან თუნდაც ჩვენ პერიოდში ჩვენ რომ აი 2005-6 აი პერიოდებში რომ ვიწყებდით და სულ მეკარის პრობლემა აი ეს პერიოდი კრილია სოვეტოვში რომ ვიხარო და ტრანსფერი ხო და არ ვიხარო და მაგრამ სხვა გზა არ ქონდა ხო და მაშინ რა იყო თქვა აი რომელი ტრანსფერი მაშინ შოთი იყო ანუ ევროპაში ნუ შოთი იყო კობიაშვილი გერმანია იტალია გერმანია ეტირებს ხო გერმანიაში ისინი აქვია Volkswagen-ს ეძახდნენ კობიაშვილს და გალწენ კითხენში. ტაქსისტს მითხრეს ვათაშორის რო ვიყავი ჩასული. კობიაშვილი Volkswagen. ხო, აი რამდენიმე ფეხბურთელი იყო და ვინც კეცბა იყო, რომელიც ბოთამაშები თამაშობდნენ Bundesliga-ში რა ისე რა. ალაგ-ალაგ, მაგრამ აინც თამაშობდნენ. მაგრამ ეხლა რაც ხდება იქ 5 ქართველია, ჯერ 4-ია, იმიტომ რომ ზურიკო არ დატოვებს არავინ ზურიკოს ლიგაურში. არა, საწოდაობაა. საწოდაობაა და ზურიკოზე მაგრა იწერება შესაძლოა ბეშიქტაშზე. თურქეთზე ხო? ძალიან სერიოზულად იწერება. აი ეს ლიგა გულზე ხელი დავიდოთ რა, ლიგაურში დარჩენას ხო არც განვიხილავთ ბეშიქტაში და თურქეთის ჩემპიონატში ეგეთ გუნდებს თან სულ ევროპა ლიგაზე და იქ იქნება ლიგაზე ჩემო. თან ძალიან წელს რაღაცა განსაკუთრებულად იხოდებიან ეს თურქული გალათასარაის ისეთი დიდი პული ჩაიდო ძალიან. დედას რავი მანჩესტერზე ესე რომ დადო შემადგენლობით მანჩესტერზე უკეთესი გუნდი ყავთ მართლა ისე აი სახელებით კი რა მწვრთნელებიც უკვე ისეთი ხალხი დაგროვდა თურქული ფეხბურთი იმიტომაც შეიძლება სახსენე 2 წლის ნაკრებ გეყოლება ამ ფული იდება სწორი მიმართულება ეძლევა ამ ფულს კი გასაგებია რომ უცხოელები ჩამოყავთ გუნდებში და ის მაგრამ ხო იზრდებიან თვითონ ეს ტიპები. ამ ნაკრების ყველაზე მეტად მჯერა ეხლა რაც ყავს, იმიტომ რომ მოგწეს ამის თქმის უფლება და ყველა. უბრალოდ აი სახლში შეგვიძლია ამას ვაღიარებ დინამოზე, გადავსებული სტადიონი, შეგვიძლია რომ კარგად დავიწყოთ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ იმას ვერ ვიტყვი ეხლა რომ აუცილებლად მოიგებს ჩვენ ნაკრებს. ძალიან რთული ნაკრები ჩამოდის ხალხო. აქ მერე იმაზეა დამოკიდებული, გავიხსენოთ რა თვეა, სექტემბერი, ხო? წარმოიდგინე, სეზონი ახალი დაწყებულია. იქ ფორმაში შესვლა, იქ ის კი ეს წინა სასეზონო მზადებები გასაგებია, აგენ სოფლიო ჩემპიონატი ვნახეთ საკლუბო, ეს ყველაფერი ტურნეები გასაგებია, მაგრამ ვინ როგორ ფორმაში შეხვდება, ეგ მე რას ვამბობ, იცი ესეთ კითხვაზე ყოველთვის ესეთი პასუხი მაქვს, რომ ვისურვებდი სასურველი, კი არა, საბრძოლო შემადგენლობას არავინ გამოგვაკლდეს და გაუმართავთ ბრძოლას ძალიან მაგარს თურქეთის ნაკრებს. აი ეს არ მიყვარს ეს რაღაცა ყალბი მოწოდებები კი არა და რაღაცა სიტყვები რომ აი ჩვენ 5-0 და 3-0 მოუგებთ. რატო იმ ბიჭებს ჩვენ ბიჭებს რო უკეთებთ ცუდ საქმეს. ზუსტად მაგ პერიოდში არ იყო შარშან. ჩეხეთთან ვინმე იფიქრებს რომ 4-1 ესე გადავავსებდი. თან როგორი ბოლები მე ეგეთი თამაში არასდროს არ მინდა. ეგეთ ნაკრებთან ეგეთი არ ეგეთი მაღალი დონის თამაში. მეორე, აი პირველი ტაიმი ხო კარგი იყო, მაგრამ მეორე 45 წუთი რაც ითამაშა საქართველოს ნაკრებმა, მე ეგეთი პერფორმანსი საქართველოს ნაკრების კი არა, ბევრი ნაკრების შესრულებით არ მინდა. კი, სენიორ და მეცაც გეტყვი, ნახე, საქართველოს ნაკრებს დამოუკიდებელი ფეხბურთი რაც არის. აი, ყოველთვის უყურებდი, აი ბავშვი ვიყავი, დაუჯექი. ესეთი ნაკრებისთვის, ჩეხეთის დონის ნაკრებს ვამბობ. ჩვენ ესეთი ანგარიში და ასეთი ხარისხი დომინაციით სრული დომინაცია 4 გოლი ხო არ გადავა არ მოგვიგია და ერთმანეთზე უკეთესი გოლი ნუ პენალტი კაი ხო გასაგებია არა ხო მაგრამ ის ჩარკვეს პასები და ეგ ხოჩურას თავით ეს საქართველოს ნაკრებზე რომ კოლაჟის გაკეთება კლიპის გაკეთება მოგინდეს მარტო ეგ 4 გოლი თავის სეივებით და მომენტებით გეყო მე განმეორებით თამაში ვიყავი იქ მე ჩეხეთში და მეც ვიყავი იქ უბრალოდ ჟურნალისტის იმით როგორც გულშემატკივრად მეგობრებთან ერთად წავედი და უკან გვეშდა ძალიან კაი ფოტოშოპი ძალიან კაი ბიჭები იყვნენ ჩეხები აი როგორი გულშემატკივრობა იცინცი ანგრევდნენ იქ იმ ბიჭებმა რა ძალიან ესე დიალოგი შევდით მეგობრულად დროშებით რაღაცებით თქვენ ისი წარმატებები რაღაცეო პროსტო ვიცოდით რომ გვეზიზღებითო იმ თამაშის გამო დედას მისავა პირველ ევროს რომ იმ თამაშის გამო გვეზიზღებითო ეგეთი მაგარი თამაში არასდროს არ გვინახავს ნუ ეხლა ტოპ ხო სტადიონზე უნდა ვთქვა ორი სიტყვით რა იქ ჩეხეთში ერთად ხო იქ არ მინახავ ხარ იმიტომ რომ ის იყო იქ გულშემატკივრის სტატუსით ვიყავიო და ბიჭო თავიდან გამეკვირდა რომ 15000-იანი ის იყო სტადიონი პატარა საყვარელი სტადიონი როგორ აი რო შედიხარ როგორი შტაბეჭება გრჩება სენიორიცი რომ
იმით არის, რა ქვია, აი პატარა აი პიკნიკებზე რო გადიხარ, ხო ის სკამები როა, დასაკეცის სკამები. აი მიდგმული ტრიბუნები გეგონება. ხო, აი გეგონება დასაკეცის სკამები და რაღაცებით, აი იხსნება და ამით აკეთებს სტადიონს. ზუსტად ეგრე. მეთქე ბიჭო, ჯგუფში პირველ ადგილზე ხართ, მოთხოვნა არის 15000-იან სტადიონზე რანაირად. აქ ახლა წარმოიდგინე, ჩვენ რო თურქეთს მოვუგო და მეორე დღეს თამაში მესხი 2-0 რო ჩაატარო. ეხლა ხო გაგიზნო. ხო გაგიზდა ხალხი რევოლუცია მოხდება. ხო და მაგას ჩვენ გამიქვი, მაგრამ აი როგორი კარგი, კომფორტული არისო. ანუ რემონტი და რა. ეგ არის, მაგრამ წმინდა საგიჟეთისთვის იყო განკუთვნილი, ხო? ტრიბუნები კარს უკან ვერ დაჯდებოდ, ფეხზე უნდა იდგე, იმიტომ რაღაცნის კამები ვარა. აი ატმოსფერო იყო როგორი გადამდები, ის მაგ ატმოსფეროთი მოგვიგო. ტანზე გახტილი პეტარდებით და ეგ უნდა იხრია. ეგ ზუსტად ეგეთი ტიპები. და პირველი რო წარმოვიდგინე ვის მოუხდებოდა ესეთი აი არქიტექტურის ესეთი სტადიონი, ეგრევე წარმოვიდგინე ქუთაისს. ეხლა წარმოვიდგინე კარსუკარო ჯუნგლებს, აი ამა ბიჭებს, ვენაცვალი აქედან მოკითხვა და წარმატებები ტორპედოს. აი ტორპედოს ფანებს, თო ესეთი ახლო ტრიბუნები. მაგას ვწახი დინამოსთვისაც ეს ამხელა დინამოს სტადიონი კონდეს და სულ იცი რა მოგამი მქონდა, რომ დინამოს სტადიონი იყოს ნაკრებისთვის. აი როგორც უემბლია, ლაკარტუხა ესპანეთის ნაკრებისთვის იქნება ეხლა და ძალიან დიდი თანხები გამოყოს, რომ ის ბილიკები აი ჩვენ რაც არ მოხდეს დინამოზე, მოარღვიეს და გაკეთდა ახლოს ტრიბუნა, ახლოს გააკეთა 50 მილიონი. ანუ ეტაზეც ეგრე იყო სან სებასტიანში. კი და გადააკეთეს ისიც. ეგეთი უნდა იყოს დინამოს სტადიონის როგორ მინდა, რომ რაღაცა დიდი რემონტი და დინამოს კონდეს საყვარელი პატარა, აი თუნდაც ეგეთი ჯერ 15-იან ისეთი რომ უფრო ძარიელი არ ძა 40 ხო რა დიდი ხარ ბიჭო არასი კაციც არ ზეს ხო ხტები და ეხლა მაგ სტადიონზე და თუ მე მოთხოვნა წამოვა როგორც 2004 წელს იქ ბატეს მოუგეთ გეგუჩაძემ რო შეგვიყვანა ჯგუფში მე უეფას-თაზე რო გავედით იქ ვიყავი პირველ კურსზე ვიყავი როგორ მახსოვს ამაგარი დღეები იყო იქ ბატეს მოუგეთ მე სლოვანი ისა სლავია პრაღის და ემატებოდა ხალხი და სკამები მაშინ ხის სკამები იყო და დაამატეს პლასმასის რაღაცა სლავია ხო საკვალიფიკაციოზე ბოლო თამაში იყო და მე არა ბოლო ვისლა იყო ბოლო ვისლა იყო აი მანამდე იყო მაგითო მაგერია პრაღისლავი იყო მანამდე ვისლა იყო და ვიდი ამა მოუგე ხლა პრაღისლავიას დაიმაჩენ და კრაკოვის ვისლაში ისინი იყვნენ მეკარე მაიდანი ჟურავსკი ისა რა ქვია მაცეი ხო სუსას ისინი იყვნენ ფრანკოვსკები და კაი ტიპები იყვნენ და ყავდა ჯგუფში სახში ვითამაშეთ სოშოსთან და იმასთან სპორტინგთან და გასვლაზე პანიონისი და ნიუკასლი და მანდ მახსოვს სუყვები ხოლმე სადაც კი საშუალება მომეცმა ტელევიზიით გადიოდა რეპორტაჟი როგორ მახსოვს და არ არის ბიჭო ხარისხიანი კადრები არ ჩანს დღეს YouTube-ზე თან ძველი თამაშების ნახვა მიყვარს ხოლმე და ვერ ვიპოვე რა ცოტა რაღაც ფრაგმენტები ინგლისელებს ვდე შაში წაართვა იმას კლუივერტი ახალი გადასულია ნიუკასლში ის წელს გადავიდი ის სეზონში გადავიდი და ერთ-ერთზე გადიოდა და საჯარიმოში რა გარისკა შაშიაშვილმა იცი და ვარდნაში აი როგორ სულთან წაართვა იცი ბურთი იმას კლუივერტს აი როგორ ნესტა გაუკეთა რა ისეთი მაგარი იყო და რა მაგარი ხალხი არის ზოგადად აი ეს ინგლისელები როგორი საოცარი ხალხია რომ აი თეატრალი ხალხია ხვდები რომ აი ის ხალხი დადის თეატრში ვინც ფეხბურთზე და ადგნენ ბიჭო და სტაში დაუგეს მეტოქე მაგრამ პატივის წეს რა ისეთი ეგ არის საფეხბურთო ქვეყანა კი ბატონო და მაგაში დავწმუნდი 2013 წელს სენიორობაში პრაღაში რო ვიყავი და ჩელსი ბაიერნის თამაშზე. ხო და სუპერთასზე მე დათო მინაშვილი პირველი არხის პროექტიდან გამიშვეს მაშინ და მადლობა კიდევ ერთხელ იმ პროექტის ყველა კომენტატორი რო იყო დათოს იდეა და ბევრნი იყვნენ მოკლედ და მადლობა ყველას. ხო იქ ვნახე ინგლისელი ჩემ ხელა ტიპითო მოვიდა და აკრედიტაცია თვალი იყო ცოტა ჩარტმულში იყო რა ჯორჯია. რა მაშხიკვაძე დათუყიფიანი გიორგი ხინკლაძეო. აუ, ჩემი მეძაერთ ბოდი და დავლიეთ მე. ეკრება გადავკარხავ მე საქართველოს და ხო იცი რომ გერთვება მე. გავგიჟდი. ის მაგ მივხვდი რომ როგორ ბიჭო ჩემ ხელათო რამაზი ხაია ჩაიდანია დურდე. საჭი ვარ რა კაი. ჩაიდა ურაბუნებრივი იყო ჩაინა. ერთი ყავა გამიგეთოს რო იციან ხოლმე. მაგ მივხვდი რომ ჩემ ხელა ტიპი იყო. რამაზი დიდი რამაზი ერთხელ მყავს ნანახი ვარსკვლავის გახსნაზე სცენაზე მანამდე მე ვერ ვნახე რამაშკი ყვაც იმან მეთქი საიდან არის ნანახიებ ჩანაწერები იცის ის ხალხია იმიტომ ძალიან დიდ პატივს ემ ესპანეთის შემდეგ ინგლისელებს წინა ეპიზოდში მაყურებელს უთხრათ რომ ლევან ყორღალიძე იყო ჩვენი სტუმარი იბერიას თუნელი და მე არ ვიცნობდი ლევანს და იმ დღეს გავიცანი და ძალიან დიდი პატივისცემით რაღაცა ამ ადამიანის მიმართ საუბრიდან გამომდინარე, დამოკიდებულებიდან გამომდინარე იქ რაღაციდან
ხო ყველაფერი ერთად რაღაცა ძალიან სიმპათია გამოსცა. რა დაურეკეთ სტუმრობაზე აეროპორტიდან იყვნენ შვედეთთან ახალი ჯამფრენდები აკვალეხა და ხვალ მოვალ მეორე ეგრევე მოვიდა. ვაპარაკოთ შემდეგ თამაშზე. ეს ძალიან დასაფასებელია რაც თქვი გაღვნიშნეთ კიდეც წინ. ძალიან დასაფასებელია და ვიტყვი რატომაც და ამაზე ხლა თუ დაასრულე სენიორი ხლა ვიტყვი მაგაზეც და კორღალა აი ესე მიუმართავ ძალიან მიყვარს. ერთ-ერთია, აი რამდენიმე კაცი ხა სახელებს არ და ნუ ერთ-ერთი ასევე ჭია, რომელსაც რო ჩაწერ სამონტაჟოში ბევრი ჩეხვა არ ჭირდება. ხო, ერთადერთი თავი ბოლო შენი კითხვა უნდა მოაჭრა, რომ ის არის რა ქვია. სულთა იყოს რა. ხო, რა, ან ქრონომეტრაჟი და ერთ-ერთი აი ეს სასიამოვნო რესპონდენტია და გისმინეთ სხვათა შორის და ჩაწერამდე ჩვენ უკვე ვთქვით ეგ ვილაპარაკეთ. ერთადერთია რომლის სიტყვებსაც არ უნდა მიკოწიწება და მიწეპება და მანიკურით ხო მანიკურით არ უნდა გადააბა. ხო. ეხლა რა შეეხება აი რატო არის დასაფასებელი ეგ რაც თქვი რა. ბიჭო, ამასინათ გადაცემაში თქვი რა, რაზე მწყდება გული იცი? ყოველთვის არის ხოლმე ეს ყადაღებული თემა, რომ აი ქართულ ჟურნალისტიკას 10 ბალიანი სისტემით რამდენს დაუწე, როგორ შეაფასებს. ბაზარი არ არის, ვინ ამბობს, რომ იდეალურად არსად არაფერი არ ხდება ისე, ეხლა რო აიღო. მაგრამ ერთ-ერთ მწვრთნელს ვეუბნები რა. აი როგორ უნდა გაიზარდოს, მე ვთქვა არ გეგონოს თუ ეხლა ჩემ თავზე ვიღებ ან რაღაცა ჩემ მეგობრებზე ან რაღაც შეურაცხყოფილად. კი არა, ამპარტამულ რაღაცას, ამპარტამულად კი არა, ჯიგურად. ნახე, აი მოვიდა ვიღაცა პირობითად დამწყები ტიპი. ჩამოვიდა თამაშს. მაგალითად, მე ვლოცულობ ხოლმე, რომ აი თამაშობს პირობითად აი თქვენი გუნდები თქვათ რა, პირო. არ დავასახელებ, რა ვიცი, მე ვიცი თქო, თორე აკომ ვიტყვი რა. და ვლოცულობ, რომ არ წააგოთ არც ერთმა. ფრე დასრულდეს, იმიტომ რომ მატჩის შემდეგ ინტერვიუები მქონდეს შენიც და შენიც. თუ შენ წააგე არ გამოდის და მე აგზავნის იმას. ერთად რამდენჯერ ქონი ეგეთ შენ გარვართ მიგზონაში და არ გამოსულა. კი. და ეხლა რა მოუწევ შენი მოგება ვისურვო ის არ გამოვა მე. უარეს გეტყვი თარჯიმანი გამოუშვიათ. არამც თუ ვისა რა ქვია ასისტენტ ხო და ერთ-ერთ მწვრთნელს ვეუბნები რა. როგორ უნდა გავიზარდოთ მეთქი. ანუ როგორ უნდა გაიზარდოს დამწყები, როცა შენთან როგორც ავტორიტეტი ადამიანი ქართულ ფეხბურთში გაგიკეთებია, იცი ეს საქმე. არა ხარ შემთხვევით მოხვედრილი აქ ხო ჯერ ვინ არის, მაგრამ ზოგადად აბა როგორ უნდა გაიზარდოს დამწყებს უნდა რომ პირობითად ელაპარაკოს საქმის იმას რა ქვია პელეს ვიღაცას აბა და შენ მიშვებ იმასთან ვიღაცა დილეტანტთან რა რატო უნდა აბა როგორ გაიზარდება ის ჭიასთან ყოველთვის მევასებოდა ხოლმე ჭიაბრიშვილთან მისვლა იმიტომ რომ აი ჩხეტოზეც იგივე შემიძლია თქვა კახა ჩხეტიანს მოკითხვა აი რამდენიმეა ისეთი რომ როც წაუგია თამაში გამოსულა ჩხეტო დამიდგა ჭია მოუგო როგორ მახსოვს დინამო ტორპედო იყო 5-0 მოუგო დინამოზე მაგრაც უნდა ჩხეტო იყო აი ბოლომდე სველი გამოვიდა ჩხეტო და დადგა იცი როგორი მოულოდნელობა იყო ჩემთვის ჩხეტოსგან კი არ იყო ზოგადად ბიჭო 5-0 თო წაგებული და გამოდის ტიპები ფრეზეც ხანდახან ლოცულობა რაღაც გასახდელი და ღრიალი გამოდის აი ეს პრობლემებია ვითომ ვიღაცას გონი მიდი სენიორი აი მაგ თემაზე ზუსტად რა ვიცი გინდა საწყენად მიიღონ გინდა რა ვიცი როგორც უნდათ ისე კალადბურთელებზე არის ნაკრებზე ეგეთი პრობლემა ხშირად როცა აგებენ მაშინ დავამატებ მეც ბოდიში მოგიხდი ერთად ვიდექით მიგზონაში და გავიხსენეთ ეს იყო საქართველოს მგონი თურქეთი თუ ორსტები ხო ხო შეიძლება გუნდებთან შევწდე ნუ ხო მაგ თამაშის მე ტელეფონში ვუყურებდი ნაპოლი ლივერპული იყო კლოპის ლივერპული არა საქართველოს ბულგარეთი იყო ერთ თამაში ზუსტად მახსოვს კი 5-0 რომ თამაზე ვიყავი და წავედი სამსახურში რომ მე ნაპოლი ლივერპული გარეთ ვაწურინებდი ტელეფონში ჩვენ წარმოიდგინე მიგზონაში ვდგავართ ველოდებით ნაკრების კალადბურთელებს რომ გამოვიდნენ ინტერვიუები წაგებულ თამაზე რომ რაღაცა თქვა რომ აი წავაგეთ ხო ნუ რაღაცა წინა თამაში მოვიგეთ ეს წავაგეთ ვერ ვითამა რაღაცა რა ყველა შევიდა არა და გახარ ჟურნალისტი წარმოიდგინე და ერთადერთი ადამიანი გიორგი ცინცაძე რომელმაც თქვა რომ ბიჭო ხალხი ტყილა ხო არ არის მოსული და არ მოსულა რა იმიტომ რომ ყველაფერი ებმის ერთმანეთს შენც ვითარდები ამ ლაპარაკით ხალხიც იგებს შენგან ყველაფერს მეც ვითარდები ამითი რომ იმას ვაკეთებ ჩემს საქმეს და ასე შემდეგ და რატომღაც აი რაღაცა მოიცა ეს თავში უდევთ ძალიან ცუდად რომ აი ჟურნალისტია და დაამატო დავამახინჯებ რასაც ილაპარაკებ იმას გავუშვებ ვაფშე არ დავამახინჯებ აბა ვის ელაპარაკები ხო არ ვიცი კაი დღეს არის ტორპედო ეთამაშება ომონიას გასვლაზე 3-4-ვე გასვლაზე ეთამაშება ომონიას ეთამაშება ხიბერია უნდა მოგეგო აჰო
მაგრამ ისეთი ანგარიშია რომ თბილისში მე იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. და ისეთი დეტალები დავინახეთ მატჩში, რასაც უყურეთ, რომ აქ დამატებული გულშემატკივარი და მასპინძლის ჩაგრა პირველი ტაიმი. არა არ იქნება. მე როგორც ვიცი არ იქნება. მე როგორც ვიცი თუ რა. მე ვარ თქვა წინა იმაში გადაცემაში რომ ვიცით რომ პირველ თამაშს 100%-იანი ტოვებსო და მაგრამ იქო ხუჩაბას წინა ხუჩაბას წავწერ და პარასკევს ხვალ უნდა იყოსო პასუხიო მეორესაც გამოტოვებს თუ არა, იმიტომ რომ პირდაპირ წითელი ხო მისცეს. მაგაზე ერთ თამაშს ტოვებ, მაგრამ ამას ახლა რაღაცა დისკვალიფიკაციას აძლევს. ხო და მაგიტო ვიძახი. ანუ არის დანაშტისია, მაგრამ ზუსტად მე სადღაც მოუკარი თვალი თუ არ ვწდები, ხო? იმედია ვწდები. ნუ გიზის გარეშეც გუშინას პირველ ტაიმში ძალიან ჯოგეს უბრალოდ არც ეს მე ტაბატასის და კაი მომენტი ქონა თავზე. არა უშავს. მეორე თამაში ქართული ფეხბურთის. ხო, აი სპაიერი ვენაში აუსტრიასთან, ნუ წარმატებებს უსურვებ, მთელი გული დასულით, ყველაზე მეტად გულშემატკივარს სპაიერს, იმიტომ რომ რაღაცნაირად სხვანაირად რაღაცა. სამოყვარულო. ხო, აი მაგიტო რომ ადამიანები ეს ბიჭები ისეთ იქ საიდან სად მოხვდნენ, ხო ხდები. და ნუ დილა გასვლაზე რიგასთან. იცი რა, მოდი იმაზეც შევთანხმდეთ, რომ დღეს უკვე რაღაცა ეს შეუძლებელი, მით უმეტეს ამ ეტაპზე, სადაც ახლა ჩვენ ვართ, ხო? შეუძლებელი ეს არ არის, აი მე მაგალითად რაღაცა იმედი მომეცა ბიჭო, ძალიან მომეწონა არ მომწონდა, მაგრამ უკვე მომეწონა ორდაბასთან ტორპედო რომ ნახე რა. ბოლო პერიოდში ხო თუ იქაც. ორივე. აი ბოლო აქ ქუთაისში რო იყო თავიდან გაუბრაზდი რომ უყურებდი, იმიტომ რომ ის ტორპედო იყო, რომელიც ჩვენ ჩემპიონატში გვახსოვს და აი რაღაცა შეკრული გუნდის შტაბეჭლებას არ ვიტოვებ და სიცარიელე სივრცეებით თითქოს ერთმანეთს არ მოკლედ დაშლილი გუნდის, მაგრამ ბოლო 20 წუთი რო დაიწყეს, ბოლო 15 წუთი განსაკუთრებით ქუთაისში. როდიდან ისო შემოვიდა? ხო, კი ბატონო. და მან უკვე რაღაცა იმედი მომეცა. მე გასვლაზე რომ ნახე. იქ უკვე შეკრული. მე ტორპედოსი რა ვუბეწმეცი, შეცვლა გააკეთა შუსტერმა, გამოდის წუთნელი ფეხბურთელი და ყველა ფეხბურთელს როგორც ეხვეოდა და კოცნიდა, გეუბნები კი, უკვე 1-0-ს ვიგებთ, მაგრამ აი დამოკიდებულებ. იქ სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელების კადრი იყო ყველა ერთმანეთთან, რაღაცა სხვანაირი გამხნევა, უცხოელი იქნება, ქართველი იქნება, ყველა ერთად. მივხვდი რომ რაღაც გარდატეხა მოხდა და მე მგონი შეიკრა. ნუ იმ გზას დაადგა. ყოველ შემთხვევაში მე ახლა აი ამ ქუთაისის ტორპედოსგან და ამ მოგების სხვანაირი მოგება იყო ეს კიდე თან რევანში, ხო? ამის გამოძახილს ვნახავთ ახლა. მე არ ვიცი, წინასწარ ვერ ვიტყვი იმას, რომ გავალთ რთული იმეტოქია უნდა ვაკეთოთ და მით უმეტეს გასვლაზე საკუთარ გავთვალვარდი იოვეტიჩი კი ნახე ის მართლა ომონიაში და ის იყო რა ქვია მე კომენტარიც ვნახე მწვრთნელის რომ ის არის პირველივე თამაში მიიღებს მონაწილეობას რაღაცა ტრავმის პრობლემა რაღაც ტრავმები მართლა მაგრამ ის არის რომ მიიღებს მონაწილეობას რომ მაინც ვფიქრობ ზად არის და მისი გამოცდილება და მოკლედ რა წარმოიდგინე ხო და კაც ამ ხელფეუთი რას ამბობ ხო და თან ეხა იქ ატმოსფეროც იქნება ეს ყველაფერი გენა თუმცა ამ ტორპედომ კიდევ მეორე მე მომცა იმის განცდა და ყოველ შემთხვევაში რწმენა და ჩამი ესე ტვინში რომ ამ გუნდს ბრძოლა შეუძლია ნებისმიერ გუნდთან უკვე თუ აი ასეთი შეკრული იქნება მეტოქესთან და ეს არ იქნება ერთჯერად სპაიერს რაც შეეხება მაგ ძალიან ისეთი სიურპრიზია რა ნებისმიერი ჩვენი ქართული გულშემატკივარი არა მარტო ანუ ფეხბურთის მოყვარულებისთვის სიურპრიზია სულ ეგეთი ის რა ეს სამოყვარულო ლიგიდან რო იწყებ თან გუნდს ინარჩუნებ ეგაო სხვათა შორის მის პრეზიდენტს ვესაუბრეთ ვედადიმა და გადაცემაში ყავდა და მაშინ გველაპარაკა რომ ჩემი ამოცანაა რომ აი რაც ძალიან დიდი პრობლემაა ქართულ გუნდებში ყველგან საკვალიფიკაციოს წინ 5 კაცს რო იბატებენ და მოდის ახალი გუნდი და აი ამ შესარჩევს ვიყენებ ჩემდეგი შესარჩევს მერებოა შესარჩევი ეს 7 კაცი არ მომეწონა ეხა კიდე 4 დავიმატოთ მოკლედ და ყოველ წელს რაღაცა გუნდის შეკრაზე მიდის ხოლმე ბრძოლა რა და ნუ არ გამოდის ეგრე ორ დღეში ვერ შეთამაშდებ კოლღალა მაგიტომ შემეწოდა აი გული დამეწვა რა აქვს შესაძლოა მაგრამ ისე ვიძახი როგორც მწვრთნელის მალმესთან გამოვიდა პრესკონფერენციას და რა აუქნაო ერთი ფეხბურთელი ერთი კვირის წინ მომიყვანეს 3 კაცი ხო აბა ეხლა რაზე რა ქნას კორხალა მაგამ ვერაფერს ვერ ხო და სპაიერის შემთხვევა ძალიან ეგზოტიკურია და რაღაცა სასიამოვნო მე სულ მახსენდება იმ დღეს საუბრობდით მე და დიმა გამახსენდა რა იცი რომ კი მართალია ხა ამერის და სპაიერის შედარება მაგ მხრივ არ შეიძლება ხა ამერის ლიგაში შედარებით მაგრამ აი როგორ იცი რომ მეტოქისთვის უცნობი ჰერტას რო შეხვდა ბაში რომ გაგიჟდნენ თან მაშინ როგორც ითამაშეს ტატანაშვილი რა კარგი იყო ზურიკოს მამა აბრესა კარგი იყო აბა რა კაი იყო უკან დეკანოსძე იყო დოლიძე იყო კი ძალიან კარგი გუნდი იყო
ძალიან კარგი გუნდი იყო და მოულოდნელობა იყო. მე მგონია რომ რაღაცა ხარ ვამბობ რომ ვენის რაპიდს იმედი წარმატებები კაცო რაზე ელაპარაკი, მაგრამ რაღაცა წნეხის გარეშე ითამაშებს და ყოველ შემთხვევაში საინტერესო თამაში გველოდება თუნდაც ამ კუთხით რომ რას შეგვიძლია ბიჭებო გავაკეთოთ. რაღაცა TikTok-ზე რაღაცას უყურებდი და კითხვა რაღაც სპორტული ის იყო და კითხვა იყო რომელი ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობდა დენის სადაურია დენის დობროლოვსკი და რა გაგახსენდა ჩემი ფიქრი წავიდა იქ რომ ვინ იყო დენის სადაური იყო და სათამაშობდა და მე მან დავფიქრე მივხვდი რომ ჯარსაკი მომემატა მაგის დედავათა დენის დობროლოვსკი ამერში ხო თამაშობდა დობროლოვსკი თან სულ ახლა რო თქვი გვარი სულ ადგილობრივი დიქტორის ის ჩამესმის ამერის რიგებში ცულილება დენის დობროლოვსკი აი სულ ვახსენდება ხოლმე აი ბავშვური ისინი ხო იცი ასოციაცია აი ბობოხიძეს რო აცხადებდა ხოლმე იმას კიდე რა ქვია კარლოს დაროჩას როგორ მახსოვს კარლოს დაროჩა იყო ერთ-ერთი პირველი ერთ-ერთი რა, ერთადერთი არ იყო მანამდეც იყვნენ ბრაზილიელები და ვიღაცა, მაგრამ ერთ-ერთი აი როგორც მაშინ რობერტო კარლოსის პიკი იყო, ხო, ამ რეალში და ჩვენ ბავშვები ვიყავით და რომ ამას აღვიქვავდით აი კარლოსივით რა. და ამან მე ბიჭო ეთყობა დაწვა ეს მუღამები და ჯარიმას ეგრე ურტყავდა ხოლმე ადგილზე წაჭა. აჭკოდა ვიჯორჯიას ტენა ისეთი გოლი, მაგარი შეუხდო ვიჯორჯიას, ეგეთი შორი და გამორბინდა ტყლაში და გაამართლა რა შეიაგდო. ეხა მეორე ეგეთი არ ქონდა მაგრამ. ნუ აი მაგ მუღამშიც თვითონ ეს მოირგო სახე ხო ხდები რა. თვითონაც мотиваცია მიეცა. კი, რო გარეთ ბავშვები რო ხდებოდით რობერტო კარლოს და რაღაცებს აკეთებდა ხოლმე ეს. ძალიან დილაზე თქვა 2-20. დილა ჩემთვის არის ბოლო წლებში განსაკუთრებით ერთ-ერთი სტაბილური გუნდი რატო? გორის დილა გუნდი რომელსაც ჩამოყავს უცხოელი ფეხბურთელი და ამართლებს გორის დილა გუნდი რომელსაც ყოველთვის ბოლო პერიოდში თუნდაც დემჩენკო ჩამოყავს და ჩამოყავდა განსაკუთრებით როგორც აღნიშნეს რამდენიმე წელიწადია წვრთნელები რომლებიც ამართლებენ და ერთი პერიოდი პორტუგალიელებზე ქონდა ძალიან ეხა იტალიელი დაემატა და ძალიან სწორად და კარგად მუშაობს და მე რასაც დავაკვირდი ძალიან უყვარს თავისი საქმე და აქ არ არის ხა იტალიიდან აქ რო ფულის საშუალებლად არ უნდა ჩამოვიდე მე ხა აქ თანხას ვერ გავაჟღერებ რომ რაც გავიგე რამდენიც ქონდა პორტუგალიელ მწვრთნელს იმასთან გორის დილაში ერთ-ერთ პირველ პორტუგალიელს ბერეგეტყვი რაც გავიგე რა გავოცდე შენს გავოცდები თან პორტუგალიიდან იმ ზღვის და საოცრების ქვეყნიდან უცებ რო ჩამოდიხარ ორ კაპიკში ხო ორ კაპიკზე რა ვიცი და ყოველ ანუ გიჟდები ბიჭო როგორ სწორად მუშაობენ ესე იგი სწორად მუშაობა შეიძლება გორის პრეზიდენტსაც ველაპარაკეთ და მაგვითხრა ესე YouTube-ზე კი არ უყურებენ რაღაცებს აი ლინკებზე ფეხბურთელს ყველგან სელექციონერი მუშაობს ყველგან საფრანგეთში წყავთ იმაშიც ბრაზილიაშიც როგორც გავიგე აფრიკაში ყველგან ყავთ ტიპი რომელიც აკვირდებოდა იქიდან იმიტომ ჩამოდის მე დინამოს რომ მოყავს ხოლმე ხანდახან და იმიტომ არის რომ ამართლებს ყველა კარგი ფეხბურთელი გორის დილა არის ჩემთვის მაგალითი რომ ჩვენ დონეზე როგორ შეგიძლია სწორად იმუშაო ტრანსფერების კუთხით ვამბობ რა ყოველთვის საკაიფო ლეგიონერები ძალიან კარგი რიგის გაგდება ხო შეუძლია ძალიან ზუსტად უბრალოდ ცოტა ბიჭო შემეშინდა პირველ თამაშს რო უყურე ახლა გასვლაზე რა თანათ იქ კერესელიძემ ბურთი გამოაგდო კარიდან ძმაო კერესელიძე კაი აუ რა ბურთია იყო იცი წარმატებები აქედან მაგარი ბურთია იყო და ცოტა შემეშინდა არ ვიცი ეხა რას დავაბრალი გარემო სტადიონი იყო სადღაც თამაშობდნენ არ ვიცი ალბათ სიცხის პიკიც იყო არანაირი საფეხბურთო გარემო იქ არის კერესელიძე ნაკრების მეკარე და წარმოედგინე უკვე მეორე გორის დილას მეკარია მანამდე გუგეშა და გუგეშა ისედაც არის და გორში თამაშობდა ამდენი ხანი და აგერ ახლა კერის და გუგეშას კაი ნახტომი აქვს პაოქში ძალიან მაგარია პაოქში ძალიან კარგი მეკარია გუგეშა კაი ფეხბურთელი ეს ეპიზოდი სა დაიდება სამშაბათს ხო პირველი თამაშები უკვე ჩატარებული ხო და მაგას ვამბობ რომ საპასუხო თამაშებამდე ერთი დღე იქნება დარჩენილი და ორი დღე და როგორც მინიმუმ ის მაინც ვისურვოთ რომ ყველა თამაში აზრი კონდეს და ზოგ შემთხვევაში რა თქმა უნდა გასულებიც და საიდანაც მეორე თამაში ფორმალობაც ყოფილა. საიდანაც გვიყურებთ იბერიას თამაშზე თბილისიდან მივიდეთ, ქუთაისელები ტორპედოს თამაშზე მივიდნენ, გორელები. ხო, რაი. და სპაიერის თბილისი. აუცილებელია. ქუთაისში მიდით, ბიჭო, რაი, იმ დღესაც ეხა ორდაბასთან კი იყო ხალხი განსაკუთრებით აქეთ მხარეს, სადაც ეს წოდნავ გადახურული. მიდით, აი, უნდა გავავსოთ, ქუთაისთან შეუძლია მაგის პრობლემა არ აქვს ხოლმე რა, ეს მაყურებელს შეგვიძლია მიდით. წარმატებები დღეს ქართულ გუნდებს იმედი ვქონიოთ რომ შემდეგ
შემდეგ ეპიზოდს რო ჩავწერთ, უკვე ის მოცემულობა გვექნება, რომ აი რას თქვით რა, რომ აი ცოტაც და მესამე ეტაპზე ვიქნებით. 4-ვე თუ არა, მინიმუმ 2 მაინც და არის რა თან არის რა მაგის შანსი. არა აქვს მნიშვნელობა რომელი იქნება. მთავარია რომ დავწინაურდეთ ამ მართლა 55-დან 51 ძალიან ცუდი საშინელე კატასტროფა. ეთანხმები. საგანგაშო. ნუ ჩვენ წინ გვაქვს მესამე ბლოკი. აუ მესამე ბლოკში რა არის? ის სტუმარს ვიტოვებ და თამაშის სახით, რაღაცა კვიზის სახით, რაღაცა ათეული შედგენის სახით, ეგეთი ისა გვაქვს რა ქვია, თამაში. კვიზებში სუსტი ვარ, მაგრამ დავაი და. არა ეს ძალიან ესეთია. ლაითია და აუხსნათ. მაშინ მესამე ბლოკში რა თამაშს შევთავაზებთ ნოდარს. წავიდეთ მესამე ბლოკზე. წავედით. მოკლედ, ათეული უნდა დავაკომპლექტოთ. მე გეტყვი ფეხბურთელს, შენ მიანიშებ რომელი ათეულში ადგილს, ოღონდ არიცი შემდეგი ვინ იქნება. ახ. დავიწყოთ, მაშინ პირველი იყოს ჩავი. შუჰა, ჩავი ჩემთვის ჩაპლინია, ესპანური ფეხბურთისთვის მით უმეტეს. ბამონოს პირველი. როდრი. მეორე ადგილი. მეორე? კი. ფერნანდო ტორეს. აი ხედავთ ესპანელი ემოციურია და ხე როგორ გავანაწილე, მალე გავანაწილე ის ადგილების საპრიზო ტორეს. ტორეს პატივიმცა მაგან 2008 წელს. იყო სამეულში მესამე. ანდრესიტო ინიესტა. ანდრეს ინიესტა. ეხლა ვთქვი რომ 2008 წელს პატივიმცა თქო ფერნანდო ტორესმა და ინიესტამ როგორი პატივიმცა 2010 წელს დავლეწე ყველაფერი. ვა, აი გარი, აი ისა მაგრამ ფათიფუთა ვიჩქარე რაღაცეები რა მეოთხე ინიესტა. დავიდ ვილია. მოდი ვილია იყოს ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს იყო მეოთხე, ხო? ვილია იყოს მეშვიდე. ინიაკი ვილიამსი. ინიაკი ვილიამსი იყოს მეათე. სერჟიო ბუსკეტსი. ბუსკეტს, vamos. ბუსკეტსი იყოს მერვე. სერხიო რამოსი. რამოს, vamos, ჩემი ბიჭი. ძალიან მიყვარს. რამოსი იყოს რამოს. vamos, რამოსი იყოს მეექვსე. რაულ. გონსალეს ბლანკო. რაულ, por favor, señor. როგორ ვიჩქარე პირველზე ჩემი დონ კიხოტე უნდა იყოს, მაგრამ რა ვქნა ესპანეთის ნაკრებისთვის ვერაფერი ვერ გააკეთე ამიგო და მე-5 ადგილი მაქვს წარიელი, იყოს მე-5. მე-9 დარჩა და წეღანი შემთხვევით არ გკითხე ადურისი გევასებამეთ, კი? მე-9-ზე დარჩა არის ადურისი. ადურისი იმსახურებს ხომ მე ძალიან მიყვარს, მაგრამ ადურისი მესამეზე, როცა ესპანეთის ნაკრებზეა საუბარი და საგიჟეძე არის ლაპარაკი, ადურისი არ და კარგი კონფედერაციის თასი ქონდა მაშინ. არა ბიჭო, მაგარი იყო. ნუ და უღრმესი მადლობა რომ იმავე ჩვენი სტუმარი. წარმატებებს გისურვებ. ალავერც ვარ თქვენთან. ძმების პოდკასტთან ალავერდი. ძმები არ თქვა ჩემთან თქო, ამიგოები. ამიგოები. გამოგვიწერეთ მოკლედ YouTube-ზე ძმების პოდკასტი, TikTok-სა და Facebook-ზე. გამოვყვებით ბავარია ჩვენი სპონსორი, ვიმყოფებით PAB 44-ში და აბა მომდევნო სამშაბათამდე. Adiós.